მოგესალმებით, სიმართლის მაძიებელი პოდკასტის შემდეგი ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარი არის ელენე შატბერაშვილი, ასოციაცია ელკანას წარმომადგენელი და როგორც წინა ეპიზოდში, დღესაც ვისაუბრებთ სურსათის უნებლობაზე, ხარისხზე და ზოგადად როგორ უნდა მივირთვათ უფრო ჯანსაღი საკვები. მადლობა ელენე. მადლობა მოწვევისათვის. რამდენიმე საინტერესო კითხვა მაქვს, ისეთი სფერო არის, რომ ამოუწურავი არის. რეალურად სულ რაც უფრო მეტს ფიქრობ და რაც მეტს იგებ, უფრო მეტი კითხვა გიჩნდება და უფრო მეტი შიში გიბრყავს იმაზე, რომ როგორ უნდა მივირთვათ ჯანსაღი საკვები და იმედია რაღაც კითხვებს პასუხს გავცემთ და ძალიან შეშინებულები არ დავასრულებთ ამ ეპიზოდს. სულ თავიდან რომ დავიწყოთ როგორ ვიცით რომ სურსათის უნებლობის სააგენტო არის პასუხისმგებელი უნებლობაზე საქართველოში, მაგრამ ცოტა ისტორიულად რომ თქვათ რა განვითარება იყო თავიდან რაღაცა რეფორმები მაგ სფეროშიც გატარდა, როგორც თავის დროზე 2004-5-ის შემდეგ და მერე ცოტა ევროპაშიც რომ შევადაროთ იქ როგორი ტენდენციები არის სურსათის უნებლობაზე ზრუნვის კუთხით. კი ბატონო. ესე იგი, თავიდან ალბათ უნდა დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რა განსხვავება სურსათის უნებლობასა და ხარისხს შორის. სურსათის უნებლობა გულისხმობს ესე რაღაცნაირად იურიდიულად რო ვთქვათ, დასაშვები რისკის დონეს, ჯანმრთელობის დასაშვები რისკის დონის არსებობას სურსათში. ანუ დადასტურებულად არანაირი საფრთხე, დადასტურებული საფრთხე სურსათმა არ უნდა შეუქმნას მის მომხმარებელს. და ეს შეიძლება იყოს ფიზიკური საფრთხეები, ქიმიური საფრთხეები და ბიოლოგიური საფრთხეები. აი მაგალითად ვთქვათ, ფიზიკური საფრთხე არის, ვთქვათ, ქვა თუ შეგვხვდათ პურში. და კბილი მომტეხა, ეგ არის ფიზიკური საფრთხე. დიახ, მაგალითად. ან ქიმიური საფრთხე არის აი რასაც ყველა ესე იგი რაზეც ვღელავთ ყველანი, ეს არის ვთქვათ იგივე აგროქიმიკატების ნარჩენი ნივთიერებების მაღალი შემცველობა სურსათში, ნიტრატები, სინთეზური ქიმიური ნარჩენები, ტყვია და ასე შემდეგ, მძიმე მეტალების ნარჩენები, რომელიც სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს სურსათში. ანუ ეს რეალურად სურსათის უნებლობის სისტემის მიზანი არის, რომ ბაზარზე იყოს მხოლოდ ის სურსათი, რომელიც იქნება უვნებელი, ანუ რომელიც თქვენ არ გავნებთ, ჯანმრთელობას არ დაგიზიანებთ, არც ქიმიური, არც ბიოლოგიური და არც ფიზიკური რაღაც საფრთხეების მეშვეობით. და ამიტომ თვითონ შემოწმება უნდა ხდებოდეს და ეს სისტემა ეხება მთლიან ესე იგი ფერმიდან სუფრამდე ეს არის თანამედროვე კონცეფცია მთელ ჯაჭვს, ანუ რა თესვს ხმარობთ, სად ვთესავთ, როგორ ვუვლით, რა საშუალებები შეგვაქვს, რა რაოდენობით, მერე როგორ ვიღებთ, როგორ ვინახავთ, ტრანსპორტირება როგორ ხდება, ანუ არც ერთ ეტაპზე არ უნდა მოხდეს სურსათის დაბინძურება და ძალიან კომპლექსური და დიდი თემაა, დიახ. ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება მოხდეს რაღაცა სტანდარტთან აცდენ, ასე რომ ვთქვათ. ხო, რაც შეეხება ხარისხის თემას, აი იდეურად მაგალითად ბიოწარმოება, ესე ვთქვათ, შეიძლება ფილოსოფიურად უფრო სწორედ უნებლობას დაუკავშიროთ უფრო რა, იმიტომ რომ ბიოწარმოება რას ამბობს, რომ ეს სურსათი არის წარმოებულია ისეთი მეთოდებით, რომელიც ერთის მხრივ არ აზიანებს გარემოს, მაგრამ ვინაიდან არ ხდება სინთეზური ქიმიური საშუალებების და ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, იქ ეს ნარჩენი ნივთიერებებიც კი არ არის, თან ეს მეურნეობები უნდა იყოს რაღაც გარკვეულ ბუფერულ ზონაში, ანუ აბსოლუტურად უნებელია. ხო, ანუ იქ არაფერი არ უნდა იყოს რა. თუმცა, ესე იგი, კანონმდებლობის კუთხით, იგივე ბიოწარმოებაც ხარისხის
თემაში შედის, იმიტომ რომ ეს არის ხარისხის ნიშნები. ბიო, იგივე ეკოლოგიური, ან ორგანული, ანუ სხვადასხვა ქვეყანაში გერმანიაში ეკოლოგიურს და ბიოს ეძახიან, ინგლისურად ორგანიკ არის, ხო? ანუ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტერმინოლოგია გამოიყენება, ჩვენთან სამივე ეს ტერმინი დაშვებულია. ამის გარდა არის ხარისხის სხვადასხვა ნიშნები, როგორც არის თქვა ადგილობრივი სურსათი, როგორც არის ტრადიციული პროდუქტი და ასე შემდეგ. და ეს ნიშნები არის როგორც ვთქვათ შეიძლება იყოს როგორც კერძო, ისევე საჯარო. ანუ ისევე რაც კანონმდებლობით მიღებული, მაგალითად ადგილწარმოშობის დასახელებებიც ხარისხის ნიშნები, აი, ვთქვათ, ხვანჭკარა არის ადგილწარმოშობის დასახელება. ან ვთქვათ, დამბალხაჭო არის ადგილწარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნა. და ასე შემდეგ. ანუ ესენი ხარისხის ნიშნებია. აი, ეს არის, ესე ვთქვათ, რომ პატრა შესავალივით რო გავაკეთოთ. და ჩვენთან ესე იგი რომ ცოტა ისტორიული ამბავი გავიხსენოთ, როგორ მოხდა გადასვლა იმ საბჭოთა სისტემიდან შედარებით თანამედროვეზე და დღეს სადავართ. ხო, საერთოდ საბჭოთა სისტემა, რომელიც იყო ძალიან ცენტრალიზებული, უაღრესად მკაცრად დაგეგმილი, იყო ძალიან მკაცრი, ეგრეთ წოდებული გოლსტეპს ეძახიან წარმოების სახელმწიფო სტანდარტები, რომელიც სხვადასხვა სფეროს ეხებოდა, იყო უამრავი მაკონტროლებელი ორგანო და ასე შემდეგ. მაგრამ ვიცით რომ ეს სისტემა რეალურად არ იყო ეფექტური უკვე საბჭოთა კავშირის დროსაც და 90-იან წლებში მთლიანად ჩაიძირა კორუფციულ და პრინციპში არ იყო არც დაფინანსება, არც შესაბამისი პოლიტიკა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მე მგონი მნიშვნელოვანი არის რა, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ იმის გამო რომ ჩვენ მოწყვეტილი ვიყავით დანარჩენ სამყაროს, რაღაც განვითარების ეტაპებში ჩვენ ჩამოვრჩით. ანუ მაგალითად იგივე 1992 წლისთვის ბიოწარმოება უკვე ისეთი განვითარებული იყო ევროპაში, რომ მანამდე, ვთქვათ, ეს იყო რაღაც კერძო, ასე ვთქვათ, ინიციატივების, კერძო სტანდარტების ქვეშ და 1992 წელს მიიღეს პირველი კანონმდებლობა. ანუ უკვე აი ამ მიმართულებით მე წავიდა სხვადასხვა მიმართულებით დახვეწა იმის და ჩვენთან კი ხშირად აი დღემდეც ეკოლოგიური პროდუქტია, სასუქის გარეშე ვაწარმოებ, აი რაღაცას ამბობენ და სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით ეს რა არის რა და არც იმ ადამიანმა არ იცით, ანუ კი არის იტყუებიან და ეს მარტო საქართველოსენი არ არის, ანუ რაღაცა დაპირებასავით არის, რომ კარგ პროდუქტს გაძლევ რა, მაგრამ რეალურად არც მას აქვს შესაბამისი ცოდნა, რას ნიშნავს ეს სიტყვა, ხო, რომ შეაფასოს რეალურად არის თუ არა, ეკოლოგიურად სუბტად არ ვიცი და ასევე ჩვენ მომხარებელს არ გვაქვს არანაირი საშუალება იმისი რომ ამაში რაიმე გზით დაორწმუნდეთ. ხო, აი ეგ არის პრობლემა რა ხშირად და სწორედ ამიტომ აი რაღაცა ეს ადამიანების დონეზე, ეს საზოგადოების დონეზე ეს დაბნეულობა დღემდე ისეთია, რელევანტურია და მნიშვნელოვანია, რომ აი რა არის ეკოლოგიური პროდუქტი. აი დღემდე ვიღაცები გეტყვიან, რომ აი რა ხან ქართულია და ადგილობრივია, ამიტომ სუფთაა და რაც არ არის მართალი რა ხშირად. იმიტომ რომ ხო, მაგრამ მოდი არავწდები გზას. ესე იგი ბიოწარმოებას რაც შეეხება, აი ელკანა 90 ჯერ კიდევ 94 წელს დაარსდა და მაშინ პირველად შემოვიდა ეს ცოდნა, ოღონდ ძალიან შეზღუდული წრის ადამიანებში რა არის ბიოწარმოება, რა არის ბიოწარმოების სტანდარტები და რას გულისხმობს ეს ხარისხი რა ორგანული ბიო. თუმცა კანონმდებლობა 2007 წლამდე არ არსებობდა პირველი კანონი 2007 წელს მივიღეთ და მე უკვე 2010 წელს გაუქმდა და 2013 წლიდან გვაქვს უკვე ევროპის შესაბამისი რეგულაცია. ეხლა კიდე შეიცვლება, მაგრამ იმიტომ რომ ევროპაშიც შეიცვალა კანონმდებლობა. რაც შეეხება უვნებლობის თემას, ბუდიში ეს კანონმდებლობა
არ ნიშნავს, რომ ჰარმონიზებული ვართ სრულად ევროპულ მოთხოვნებთან. ამ შემთხვევაში როგორ არის, იცით, თქვათ კანონმდებლობის დონეზე, აი ეხლა რა რეგულაციაც მოქმედებს ქვეყანაში. თვითონ ეს რეგულაცია ჰარმონიზებულია ევრო რეგულაციასთან უფრო ძველთან, ვიდრე ეს უახლესი 2020 წელს კიდე შეიცვალა, მაგრამ მზად არის და 2027 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში კიდე უფრო ახალი, რომელიც უფრო ჰარმონიზებულია, მაგრამ თვითონ სისტემა ვერ აეწყო რა, იმიტომ რომ მაგას ჭირდება. არ არის, აი ეს DCFTA-ზე მანამდეც რაზეც გვისაუბრია მოთხოვნები რაც არის, მარტო კანონმდებლობის ნაწილი არ არის თუ არა, DCFTA-ი როგორ არა კანონმდებლობის ნაწილი, ყველა კანონმდებლობა მერე უნდა ახსრულდეს, ხო და რაღაცნაირად ამან იმუშაოს ეფექტურად. აი უნებლობის იმას რო დაუბრუნდეთ 2005 წელს პირველად აი უფრო თანამედროვე კანონი პირველად სურსათის უნებლობისა და ხარისხის შესახებ იქნა მიღებული, თუმცა მაშინ ეს იყო ესეთი ლიბერტალიანური მიდგომა, მაინც პრინციპების დონეზე ეს იყო ევროპული კანონის, რომელიც ითვალისწინებდა უნებლობის თანამედროვე კონცეფციას და არა მოძველებულს და ითვალისწინებდა ხა უნებლობის კონტროლის სისტემების დანერგვას და ასე შემდეგ, მაგრამ მიდგომა იყო ესეთი, რომ ჩვენ ეხლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს რაღაც რთული სისტემები დავნერგოთ და ბევრი რაღაცა იყო გადავადებული. რაც არ ვიცი ხა შეიძლება ცოტა სხვანაირად გაკეთებულიყო, მაგრამ პრინციპში ძალიან ბევრსაც ალბათ რაღაც იმ რეალობიდან გამომდინარე იმ პერიოდში ალბათ ვერ გაკეთდებოდა, თუმცა დიდი ესე ვთქვათ ცვლილებები დაიწყო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, როდესაც ამასთან ერთად ეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა და ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველოსმა იყო ვალდებულება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით და გეგმით მოახდინოს თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის რეგულაციებს. რამდენიმე ისეთი ბევრ მიმართულებას ეხება თვითონ ეს ჩვენი ესე ვთქვათ ეს შეთანხმება და მაგრამ ძირითადი რეგულაციებისა, რაც მიღებული უნდა ყოფილიყო, იყო მაინც სურსათის უნებლობის სფეროში, იმიტომ რომ სურსათის უნებლობის სფერო დღემდეც თვითონ ევროპის შიგნითაც აი ყველაზე ისეთია რა, რთული, კომპლექსური არის, ჩართული უამრავი, ვთქვათ, ჯგუფის ინტერესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნელ-ნელა მიმდინარეობს ეს ჰარმონიზაციის პროცესი და მაშინ გაუქმდა ის კანონი, მივიღეთ ახალი კოდექსი, სადაც გაერთიანდა მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიაც. და რაღაცნაირად თქვათ ეს სისტემაც სურსათის უნებლობის სააგენტოს სისტემასაც მხარს უჭერდა ევროკავშირი ამერიკული პროექტები. შეიძლება ესე ვთქვათ, რომ დღეს რაღაცა სტანდარტს თუ მივახციეთ მაგ სფეროში, ანუ დასავლეთის როლი ძალიან დიდი იყო მაგაში. ჩემი აზრით გადამწყვეტი. ანუ ჩემი აზრით კი არა ობიექტურად არაფერი არ გვექნებოდა, იმიტომ რომ ეს არის ესეთი რაღაც სისტემები ხო არ იქმნება უცებ. ანუ ეს არის დიდი გამოცდილების, რაღაცა გრძელვადიანი გამოცდილების, ბევრი ადამიანის ნახვიქრის, დაშვებული შეცდომის და ასე შემდეგ შედეგი. და ჩვენ რო რაღაც ესეთი სისტემა ნოლიდან და მოუკიდებლად აგვეწყო. ველოსიპედის გამოგონება. ხო, ველოსიპედის, არ ვიცი ხა, როდესმე არ ვიცი, ან გავაკეთებდით ან ვერა. და აქ თქვათ ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, რომ არა უშუალო გადაწერით, რომ აი სიტყვით არამედ რაღაცა თქვათ მოლაპარაკებით, ჩვენ ინტერესებზე მორგებით და ასე შემდეგ, ნელ-ნელა ნაბიჯ იმის ფარგლებში რაის საშუალებაც გქონდა, ერთის მხრივ კანონმდებლობის ჰარმონიზება მოგვეხდინა და მეორეს მხრივ თქვათ გადაგვემზადებინა სპეციალისტები, რაც ხა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელსაწყოები ლაბორატორია რაღაცა მოეცა უამრავი თემა არის. მოკლედ ასე თუ ისე მოვედით დღევანდელ დღემდე და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სისტემა არსებობს და ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ, ალბათ ძალიან ბევრს ცდილობენ, მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა არის მაინც და ეს პრობლემები ძალიან ბევრი ობიექტური ეს არსებობს, თუმცა ობიექტურსაც რო თავი დავანებოთ, ანუ სუბიექტურსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო და მარტო ის არ არის, რომ
ხანდახან ჩვენთან სახელმწიფო სექტორში ეგეთი მიდგომა არის ხოლმე, რომ აი ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ ყველაფერს და ეხა მომხმარებელი თუ რაღაცა არ მოწონს, იმის პრობლემაა და რეალურად ის რომ სანდოობა არ არის პროდუქციის მიმართ, ჯერ მარტო იმით ჩანს რომ ეს ნიტრატ მზომები არის ძალიან მოდაში და ეხლა დასავლეთ ევროპაში არავინ იქ ნიტრატ მზომით არ მოძრაობს მასში არც ბაზარში და არცად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საშუალებაა, გარკვეულწილად უფრო მეტი ნდობა არის სახელმწიფოსადმი. ჩვენთან ყოველ წელს არის ისტერიკა საზამთროზე, ყოველ ზაფხულს იქ არავი ხანტყვია აღმოჩნდება იმაში, რა ქვია, ტყემლის შემთხვევა იყო, ანგარიშები მაქვს ნანახი წყლის დაბინძურებაზე, სკოლებში და ბაღებში ძალიან ბევრგან მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში განსაკუთრებით და ასევე და პესტიციდების მოხმარების კუთხით არის საქართველოს მე მგონი რაღაც ძალიან გამორჩეული, ხო? ხო, აი ჩვენ ხშირად გვგონია და ეს არის ერთ-ერთი კიდე სტერეოტიპი აი იმასთან დაკავშირებული რა, რომ აი სუფთა სოფლის არის და ქართულია, რომ ჩვენი პროდუქტი არის სუფთა და სინამდვილეში სურსათის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას, მსოფლიო სტატისტიკას, მათ შორის პესტიციდების მოხმარებასთან დაკავშირებით. ჩვენი სტატისტიკის ეროვნული სამსახური ცოტა სხვანაირად ითვლის ამას, მაგრამ თვითონ FAO რასაც მონაცემს რასაც იყენებს, ის მონაცემი მთლიანად ეყრდნობა ჩვენი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ყოველწლიურად გაგზავნილ მონაცემებს. ანუ მონაცემი არის სახელმწიფოს ოფიციალური მონაცემი, უბრალოდ FAO-ს აქვს სხვა მეთოდოლოგია, ჩვენ გვაქვს, თქვა, ეროვნული მეთოდოლოგია არის ცოტა განსხვავებული, საჰექტარო მოხმარების დაანგარიშების და FAO-ს მეთოდოლოგიით და ანუ იმ ანგარიშებით, მაგალითად 2019 წელს საქართველოს შედიოდა ტოპ 25 ქვეყანაში მსოფლიოში პესტიციდების მოხმარებით. იყო ერთ-ერთი ყველაზე, ანუ საქართველოს ევროპაში უსწრებდა მარტო საჰექტარო მოხმარებით, ჩამორჩებოდა მაგალითად გერმანია და უსწრებდა მარტო ჰოლანდია, ბელგია და აღარ მახსოვს, მეგონი მონტენეგრო თუ რაღაცა და ასევე ისრაელი. ანუ უკიდურესად ინტენსიური სოფლის მეურნეობის ქვეყნები, რომლებსაც ათვისებული აქვთ თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწების 100% ალბათ. ჰოლანდია 50 მილიარდამდე შემოსავალს იღებს მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებიდან. ანუ ჰოლანდია და ისრაელი არიან ნეტ ექსპორტიორების მაგალითები რა, ანუ არიან გიგანტები მსოფლიო სურსათის წარმოების. ხო, ოღონდ იქ არა ვარ. და ეს იქ ვართ პესტიციდების მოხმარებით. და პრობლემა რა არის, რომ ამაზე სახელმწიფოს თქვათ, რომ რაღაცა კომუნიკაცია ყოფილიყო, რომ აი იქნებ მეთოდოლოგია არის არასწორი, იმიტომ რომ ვითვლით თქვათ იმპორტირებული პესტიციდების და ექსპორტირებული პესტიციდების და ადგილობრივი წარმოების რაღაც ჯამს და იმას ვამბობთ, რომ აქ იყო მოხმარებული. იქნებ ეგრე არ არის და რაღაც სხვანაირად უნდა დავითვალოთ და სხვა მონაცემი უნდა მოვა და იქნებ არა ვართ ესეთ კატასტროფულ მდგომარეობაში, მაგრამ რეალურად ტენდენცია არის მზარდი, ანუ სულ იზრდებოდა მოხმარება, პესტიციდების მოხმარების სულ იზრდებოდა. სულად არ მინდა გამგვივიდეს, მაგრამ ანუ გემო გაუგო ფერმერმა, რომ შეიძლება ეს პესტიციდი მოიხმარო და იქ რაღაცა ჭია არ გაუჩნდეს, იქ ცოტა მეტი მოიყვანო და მეტი შემოსავალი მიიღო და ეხა განსაკუთრებით ჰერბიციდები, აი თქვა დასავლეთ საქართველოში, სადაც ეს ბალახის ბიბინი და უყვართ თქვათ ისეთი რომ სუფთა იყოს და ისა ხმარობენ ძალიან აქტიურად. აი ჩაივლით და არის გაპრიალებული, არაფერი არ არის და ამაყია მეურნე. იმიტომ რომ მოვლილი და გაპრიალებული, მაგრამ სინამდვილეში იქ არის დასხმული. მე პრობლემა რა არის, რომ ზოგადად ეს ამ სისტემის აწყობა, რომ აქ მართლა ისეთი სისტემური შემოწმება ხდებოდეს, როცა გვაქვს ჩვენ რა ვიცი, რამდენიმე 100,000 მცირე მეურნეობა არის ძალიან რთული ხა ეს მართლა ობიექტურად ესეა რომ მეურნეობები და მაგიტომ არის ვთქვათ რომ სახელმწიფომ თქვა რომ ჩვენ მეურნეობის დონეზე არ ვამოწმებთ მაგრამ აი შევამოწმებ იქ ნიმუშებს და
ნახავ, იქ არ არის მაღალი შემცველობა პესტიციდის. ვერანაირი რესურსი ვერაუა, ეხლა რომ კარდაკარ ხო არ დაივლი სოფელს. ხო, თუმცა მანდაც არის გაარსებობს საერთაშორისო გამოცდილება, არსებობს რაღაც იგივე ცნობიერების აღმაღლების კამპანიები, ასე შემდეგ. იმიტომ რომ ხშირად მაგალითად არიცავენ ეგრეთ წოდებულ ლოდინის პერიოდებს, აი რაც ნიშნავს რას, რომ აი თქვა თქვენ რომ შეასხურეთ ბაღს შეიძლება ის დოზა რა დოზაც საჭირო იყო, ასე ვთქვათ, კონვენციურია ჩვეულებრივი წარმოებისთვის, ნუ ბიოში არ არის დაშვებული, მაგრამ იმას აწერია ხშირად, რომ მე არ უნდა დაიკრიფოს ვთქვათ ნაყოფი 10 დღის განმავლობაში. ან უბრალოდ თუ იცით რომ უნდა დაკრიფოთ მეორე დღეს ან მესამე დღეს იმის შესხმა არ შეიძლება და ძალიან ხშირად უბრალოდ უმეტეს შემთხვევაში ამის დაცვა არ ხდება, ამიტომ ჩვენ რეალურად არ ვიცით რა რაოდენობის როგორ შედის რა შედის მეტნაკლებად დარეგულირდა, იმიტომ რომ მაინც უფრო ვთქვათ, აი რეგისტრაცია ხდება პესტიციდების და თლათ ისე აღარ არის, ვთქვათ, როგორც 90-იანებში იყო, რომ მაგრამ ნუ ნაზავია, მოდი ხო ესე დავარქვათ, არ ცოდნის რაღაც შემთხვევებში და ასევე ზოგ შემთხვევაში ცოდნის, მაგრამ რაღაც სარგებლის მისაღებად მაინც მოკეთ თავს არ ვიკავებთ. წინა ეპიზოდზე კომენტარით დაგვიწერეს, რომ აი გლეხებსო როგორ ებრძვითო და უბრალოდ მინდა მაგასაც რაღაც ხაზი გაუსვათ, რომ ანუ ჩვენ რაღაც საწინააღმდეგო კი არ გვაქვს ზოგადად ფერმერების, უბრალოდ როდესაც ვყიდულობთ ისეთ პროდუქციას, რომელიც დიდი ალბათობით არ არის შემოწმებული, ჩვენ უბრალოდ უნდა ვენდოთ მაშინ იმ ადამიანს, ვინც ეს პროდუქტი აწარმოა. და ამ დობაზე გადის თავიდან ბოლომდე. ხო, ეხლა გლეხებთან ბრძოლას რაც შეეხება პირიქით, ანუ მე პირიქით ელკანას გადმოსახედიდანაც ხო და ელკანა არის ორგანიზაცია, რომელიც მეურნეებთან მუშაობს, ეხმარება მათ ბიოწარმოებაზე გადასვლაში, ეხმარება მათ იგივე უვნებლობის და წარმოების კარგი პრაქტიკის შესახებ ცოდნის მიღებაში და ჩვენ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვართ და მეც პირადად ძალიან დიდი გულშემატკივარი ვართ ქართველი მეურნეების, მონდომებული ადამიანების და რა თქმა უნდა ესე არ უნდა გავიგოთ, რომ ეხლა რახან თქვათ აი ესეთი პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, ერთის მხრივ გვაქვს პრობლემები, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვყავს წესიერი ხალხი, რომელსაც რაღაცა უნდა რომ გააკეთოს, ბევრს ცდილობს და ასე შემდეგ. თუმცა პრობლემებს თვალით თუ არ გაუსწორეთ, რომ თუ არ თქვით, რომ თქვათ უამრავი ადამიანი თავისი ოჯახისთვისაც კი პეპსინით ამზადებს ყველს, რომელიც არის საწამლავი და მე იმერულ ყველს აი გემოზე ცეტყობა რაღაცნაირი სპეციფიური გემო, აი რო გასინჯავ და სპეციფიური გემო რო დაყვება, რომელიც არის ნამდვილად მავნებელი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პეპსინით ყველის გაკეთება. ნუ ხა იმიტომ რომ პატარა წარმოებელია, მაგით ხო არ დავიცავთ არა. თუმცა აი ნდობის თემაზე არის ესეთი რაღაცა, რომ ევროპული პრაქტიკა რა არის, რომ ეხა თანამედროვე, თქო, ზოგადი ტენდენცია იყო რა, რომ იყო გამხსხვილებისკენ, თქვათ აი მე-20 საუკუნეში, წვრილი მეურნეობები და მსხვილი მეურნეობებისკენ, აი რაღაცა დიდი სუპერმარკეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო ხანებში ტენდენცია არის ადგილობრივი წარმოების, მცირე მეურნეობების მხარდაჭერის, ზოგადად სურსათის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ სასურსათო ჯაჭვი უფრო მდგრადია, როდესაც არის ბევრი მცირე მეურნე. და წარმოებაც უფრო მრავალფეროვანია და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უსაფრთხოება გულისხმობს აი სურსათის, ასე ვთქვათ, შესაბამის სურსათთან ხელმისაწვდომობის თემას, ასე ვთქვათ. ესეც უწყვეტობას და მას ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე იყოს და იქ არის ბევრი ინიციატივები, მაგალითად მუნიციპალური ფერმერული ბაზრობები, სადაც ეს ხალხი პირდაპირ გამოდის, მერე იცნობს თავის მომხმარებელს და უკვე იქ ნდობა ყალიბდება.
და ეცა როცა ვიცით ვინ არის და ასე შემდეგ და საქართველოშიც არის ესეთი ინიციატივები არიან როგორც ბიოსერტიფიცირებული მწარმოებლები, თუმცა ხშირად მცირე მეურნეობებისთვის მაინც ბიოსერტიფიცირება რთული პროცესია რთული და თანხებთან დაკავშირებული პროცესია. და ცდილობენ ხოლმე აი პირდაპირ მარკეტინგის ეგრევე გაყიდონ ასე მეშვეობით ასე ვთქვათ ხო აი რაღაც არის მაღაზიები აი რაღაცები გაჩნდა ნელ-ნელა რა თბილისში და რეგიონებშიც და ეს ამ ხალხს ხო მაგრამ აი ინფორმაცია სად მივიღოთ იმიტომ რომ ერთი არის ის რომ თუ პროდუქტს აქვს საქართველოში იყიდება ვთქვათ ადგილობრივი პროდუქტი რომელსაც აქვს ბიონიშანი ხო ეს პროდუქტი ესე იგი ნამდვილად ბიო მეთოდებით არის წარმოებული. იმიტომ რომ ეს კანონმდებლობა ეს შეგვიძლია ამას ვენდოთ. თუმცა ესეთი პროდუქტის ნახვა არის საკმაოდ რთული. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს დაეხმაროს თავის წევრებს, როგორც ბიოსერტიფიცირებულებს, ისე ვთქვათ უფრო მცირე წევრებს, რომელსაც არ აქვთ ამისი საშუალება, რაცა ჩვენ ეს ჩვენი ორგანიზაციის ლოგოს გამოყენების უფლებას ვაძლევთ, აი როგორც ხარისხის ნიშანიც, ესეც აი რაღაცა კერძო ხარისხის ნიშანივით გვინდა რომ განვითარდეს, რომ აი ნდობა ჩამოყალიბდეს მომხმარებელთან. არიან რაღაცა არის რაღაცა მცირე მაღაზიები, მცირე ბაზრობებს, აი რაღაც ინიციატივები და შეიძლება მე იპოვო და რაღაცასთან მაგალითად იცოდე რომ აი ეს კონკრეტული პროდუქტი შეიძლება იქ იყიდო უსაფრთხო. ხო, აი რაღაცები არის. განვითარებული დიდად არ არის, ხო როგორც რა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ თქვათ მუნიციპალიტეტები ამას უწყობდნენ ხელს, აი მუნიციპალური ბაზრობები, აი ყველამ ვიცით აი ევროპა მაგით არის ხო, აი მშვენიერი, რომ ყოველ შაბათ-კვირას ცენტრალურ ქალაქებშიც კი და განსაკუთრებით რეგიონულ ცენტრებში უცებ მთავარ მოედანზე იშლება ეს ისინი პატარა ბაზრობები დაახლები და არის პატარა ბაზრობები, არის დიდი მრავალფეროვნება, არის ამ დროს რაღაცა ის სოციალიზაციაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინფორმაციის გაცვლა და ასე შემდეგ. ანუ მთელი კულტურა რა განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებს აქვთ ხო ეს კულტურა, როდესაც ამიდის გასუწყობთ ეს ღია ცისკოში. ხო და ეს არის ანუ სურსათი ხო მარტო ის არ არის რომ აი შევჭამოთ და ეს არის მთელი პროცესი ხო რაღაცა ურთიერთობის, ამიტომ გვიყვართ თქვენ ქართველებს სუფრასთან ჯდომა. ხო რაც ეს არის ურთიერთობის, ინფორმაციის გაცვლის და ასე შემდეგ და სწორედ ეს არის თანამედროვე ტენდენცია, მაგალითად არსებობს ესეთი მოძრაობა slow food, ანუ აი fast food-ის საწინააღმდეგო slow food-ის მოძრაობა იტალიაში დაფუძნდა და ისინი ცდილობენ რომ აი აგროეკოლოგიური პროდუქტების და ტრადიციული პროდუქტების, აი რომელსაც თქო დიდი ხანი ჭირდება დამზადება, ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი სწრაფად გავაკეთოთ, არ გცალია, გავრბივართ და რაღაცნაირად აი ეს კულტურა შეინარჩუნონ და არ გაქრეს და ეს საქართველოსთვის რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ მცირემიწიანი ქვეყანა. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ნუ შეიძლება რომ თქვათ ისრაელის რაღაცა სუპერ ტექნოლოგიური რაღაცა გააკეთო, მაგრამ მაშინ კარგავ რას? თავარ ხიბლს. რაც ვთქვათ, იგივე ისრაელისგან განსხვავებით აქვს საქართველოს, ხო? ანუ იქ საქართველოში ეს პროდუქტი მოდის განსაკუთრებული არომატის, იმიტომ რომ კლიმატი, მრავალფეროვანი კლიმატიკური პირობები გვაქვს და განსაკუთრებული მრავალფეროვნების და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ნიშა არის არა ძალიან დიდი რაოდენობის წარმოება რაღაც სტანდარტიზებული პროდუქტის, არამედ მრავალფეროვანი კარგი ხარისხის პროდუქტის წარმოება და ამ კარგი ხარისხის პროდუქტის წარმოება ვერ მოხდება თუ არ გვექნება სანდოობა აი უნებლობის თვალსაზრისით რა. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ბაზისი უნებლობა. ხო. და მე ამას უკვე ემატება ის რომ არის კარგი არომატი აქვს თქვათ რაღაცა არის არომატული ხილი, ან არომატული ბოსტნეულია, ან არომატული მწვანილია, ასე შემდეგ არის რაღაცა ისე სპეციფიური ყველია და ასე შემდეგ. ეს ჩვენ კონკურენციას მოკეთ იმით ვერ გავწერთ რომ ეხა უკრაინასავით რაღაცა უსაშველო დიდი მიწა სადაც არ ვიცი შეიძლება მოვიყვანოთ ძალიან დიდი რაოდენობის მოკეთ პროდუქტი და
დავყიდოთ იაფად თუნდაც ეგ ჩვენ ნიშა სავარაუდოდ არ არის თუნდაც ანუ გამსხვილებაც ძალიან პრობლემური არის ხო რომ ეხა ესე სხვადასხვა მეწარმეები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და უფრო დიდი ასე ვთქვათ ძალები გააერთიანონ და ამიტომ ეს როგორც აი ღვინის შემთხვევაში შედარებით არის ხო არ ვიცი ღვინის სექტორი აი სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესო არის როგორ განვითარდა რომ ანუ აი საბჭოთა დროს ისევ ეს დიდი ქარხნები, ყურძნის ჩაბარება და სახში დაწურული ღვინო, რომელიც აი ასევე ხშირ შემთხვევაში არანაირ სტანდარტებს თან ღვინო არისო ბევრ შემთხვევაში ყოველთვის რა თქმა უნდა არა და ქართველებმა ღვინის დაყენება ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ აი 2006 წელს, როდესაც რუსეთის ემბარგო რუსეთმა დაგვადო ემბარგო და კინაღამ რაღაც დავიღუპეთ იმ თვალსაზრისით, კინაღამ ყველა ქარხანა გაკოტრდა და რაღაც საშინელება მოხდა, მაგან მოგვცა ბიძგი, რომ დაგვენახა რა ხდება ჩვენს გარშემო. რომ აი თქვათ რა ტენდენციებია ევროპაში, რომ არსებობს ეს ბუნებრივი ღვინის მიმართულება, ბიოღვინის მიმართულება, მცირე მარნები, რომლებიც აგროტურიზმთან არის დაკავშირებული. და ესენი გადიან ბევრად უფრო მაღალ მარჟიან ნიშებზე. ძალიან ძვირად შეიძლება ექსკლუზიურად შექონდეთ თქვათ რაღაცა რესტორნებში. კი და ანუ დასავლეთშიც ახლა უკვე ძალიან საკმაოდ ბევრი ღვინო გადის ისეთ რა ქვია ნორმალურ ქვეყნებში და აღარ არის მარტო რუსეთში კი რუსეთშიც ძალიან ბევრი გადის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ღვინის ბაზარი ძალიან განვითარდა საქართველოში. ხო, დივერსიფიკაცია მოხდა. და ახლა ვერ შეადარებ 20-30 წლის წინანდელს. გაჩნდა სხვა ხარისხის ღვინოები, რომელიც ჩამოსხმული პრაქტიკულად არასოდეს არ იყო მაღალი ხარისხის და ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო. და გაჩნდა თქვათ ადგილები, სადაც ამ ღვინოს პროფესიულად გაგასინჯებენ თქვენ და გეტყვიან აი რა ჯიშია, რატო აქვს ესეთი არომატი, როგორი, აი ფერი როგორი უნდა კონდეს. ხო და აი სხვა სფეროებს მოკეთ ეგ აკლია, ხო? აი ნამდვილად. რეალურად რა ვიცი, არც არის მე მგონი გასაგებია ხო შეიძლება ღვინო ტრადიციული. ხო, ნუ ღვინო იმიტომ რომ ექსპორტზე რახან იყო ორიენტირებული, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ თანამედროვე მაღალი სტანდარტებისთვის აგვეწყო, ანუ ყოველთვის იქნება დაბალი სტანდარტიც ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ აგვეწყო ფეხი და რაღაცნაირად სადღაც იგვეგულებოდა და ამიტომ ეხა მაგალითად ყველის სექტორი, რომელიც ასევე ძალიან ისეთი სექტორია და ძალიან ტრადიციულია, მაგრამ არ არის ესეთი ექსპორტზე ორიენტირებული, ანუ საქართველოს ყველი ეს მაქსიურად ექსპორტზე პრაქტიკულად არ გადიოდა ყოველ შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში და ამიტომ მაინც აი ყველის წარმოება ვერ იმ აი ესე ვთქვათ იმ აი როგორც ღვინის წარმოება განვითარდა ვთქვათ რომ აი განსაკუთრებული ღვინოები გვაქვს ყველში გვიჭირს რა მანდ მისვლა იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტების და მაგასაც ეგ არის ხო ალბათ სახელმწიფოს როლი რომ ანუ მაგას ანუ რაღაცები გასაგებია რომ ბუნებრივად შეიძლება მოხდეს როგორც ღვინის შემთხვევაში მოხდა და ნუ შეიძლება სახელმწიფოსაც ქონდა რაღაც როლი მე არ მინდა ხა რაღაცას და დავაკნინო მაგრამ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი ალბათ ეგ უნდა იყოს რომ ანუ ესეთი როგორიც არის ყველის იგივე პურის წარმოებაც ხო ანუ იქაც ხა საკმაოდ რთული ვითარება არის ხარისხთა ანუ შეიძლება არის უნებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხარისხიანი პური ითვლება რომ მოგეთ ძალიან პრობლემურია რა მე ხო კომპანიებზე ვისაუბრო მაგრამ მოგეთ ხო მაინც კონკრეტულ კომპანიებამდე ვახტა ჯობია გავუშვათ, მაგრამ მოგეთ ანუ პურის ანუ ძალიან ბევრნაირ ხორბალს ვაწარმოებდით ხო ადრე როგორც ვიცი და მანდაც ვერ განვითარდა ჯერჯერობით არის იფხლის მონოპოლია. სხვათა შორის არის რაღაც ისინი რა ქვია ტენდენციები აქაც არის აი ყველშიც და სახელმწიფოც ხა უნდა ვთქვათ რომ აი FAO-ს მხარდაჭერით ცდილობდა ადგილწარმოშობის სისტემების განვითარებას თუშური გუდა, მეგრული სულგუნი და კიდე სხვადასხვა მიმართულებით რაც გულისხმობს რას რომ აი შეიქმნას მწარმოებელთა ასოციაციები რომლებსაც აქვთ ერთი სტანდარტი და იმათ აქვთ ასე ვთქვათ სტანდარტული არა ეს უნებლობის სტანდარტები განსხვავებულია რა მაგალითად ხის
გამოყენება ხის ესე ვთქვათ ჭურჭლის გამოყენება ევროპაშიც ესეა და ჩვენთანაც ესეა, რომ არ შეიძლება ქარხანაში, მაგრამ ტრადიციულ წარმოებაში შეიძლება. და საქართველოს მიიღო ეს ტრადიციული წარმოების წესები. ანუ რაღაც მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, თუმცა ეს არ არის საკმარისი რა. იგივე ხა ხორბალს რაც შეეხება, საქართველოს ითვლება რომ არის ხორბლის ერთ-ერთი სამშობლო, აი 5 ენდემური ხორბლის სახეობა გვაქვს. ეს არის რაღაცანი უნიკალური მრავალფეროვნება, თუმცა არის ანუ ეს ძალიან დათრგუნული იყო საბჭოთა კავშირის დროს ეს მიმართულება, ანუ პირდაპირ იკრძალებოდა აჯარიმებდნენ ადგილობრივი ხორბლის დათესვის გამო, იმიტომ რომ ითვლებოდა რომ არ იყო მაღალმოსავლიანი და ეს ითვლებოდა მიწისგაცდენად და ანუ აკლებდი საბჭოთა კავშირს ესე იგი. ხო, იმიტომ რომ იმის მიწა უნდა რაღაც სხვა იმისთვის გამოგვეყენებინა. ამიტომ იქ უფრო რეალურად კატასტროფული მდგომარეობა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ქართული ხორბლების უმეტესობა მხოლოდ კოლექციებში იყო შემორჩენილი, ბევრი ალბათ დაიკარგა, მაგრამ აი ეს თქვათ სახეობების დონეზე, ფორმების დონეზე მხოლოდ კოლექციებში იყო შემორჩენილი. ხა რაღაცები ერთი მუჭა და ორი მუჭა რო გაქვს რაღაცა იმის გამრავლება და ისა როგორი რთულია, ამასაც უჭირდება წლები და სხვა შორის ელკანა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. იგივე კი, ხორბლის მიმართულებით, ხორბლის კონსერვაციაზე ჩვენ ერთ-ერთი პიონერები ვართ, ვინც აი წითელი დოლის ხორბლის აღდგენა დაიწყო და წითელი დოლის ხორბალი დღეს არსებობს, ვთქვათ, ეხლა მასიურ წარმოებაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ აი ჩვენი ქვეყნისთვის ასე ვთქვათ, რაღაც ხელმისაწვდომი არის გარკვეული იდესება და აღდგა. რაც შეეხება აი ენდემურ სახეობებს, აქ უფრო ისე არის რთულად საქმე, უფრო მეტი ინვესტიცია არის როგორც კერძო სექტორიდან და მხარდაჭერა სახელმწიფო სექტორიდან საჭირო და ამაზე მე შეიძლება სხვა დროსაც ვილაპარაკოთ. ზოგადად მე როგორც მომხმარებელი იქიდან გამომდინარე რომ მე კიდე ჩემი კვებასთან დაკავშირებული სპეციფიური ისინი მაქვს, რა ქვია, შეზღუდვები და შესაბამისად მოთხოვნებიც სულ ეძებ ხოლმე და მოგეთ ანუ რთული არის მომხმარებლისთვის რომ იპოვო აი ესეთი უსაფრთხო, აი ეს ხარისხის ნიშანი რომ ხშირად არ არსებობს, რომ ანუ არც ბიო ბევრი რამე არ არის, ბევრ რაღაცას არ კოდი არ აქვს, ხო, ანუ რაღაც შეფუთვა არ აქვს. მოკეთ ცოტა ესე ბედის ანაბარა ვართ, ანუ ხორც პროდუქტების ხა არ ვიდა ყველა იმას ჩამოვყოთ, მაგრამ ხორც პროდუქტების კუთხითაც ძალიან რთული არის, რომ მოკლედ ინფორმაცია გქონდეს ამაზე. ამიტომ მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი მოძრაობს ამ ნიტრატ მზომით, რომელიც რეალურად ძალიან ჩემი მით რა ქვია, რაც მოვიძიე ინფორმაცია და წამიკითხავს მოკლედ რაღაცა შეიძლება ალბათ გითხრას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ ერთი ნიტრატის გარდა უამრავი რაღაც შეიძლება იყოს დაბინძურებული ხო საკვები და თვითონ ეს ნიტრატ მზომებიც ესე კალიბრაცია ჭირდება, მაგრამ ხშირად არ არის კალიბრირებული და დიდი ცდომილება შეიძლება კონდეს. ძლევა ცდომილებას ხო. თუმცა არ ვიცი ერთხელ უნდა ვცადო, ამის და აი საქართველოს რო შევადარ, მაგითაც რომ საზღვარგარეთ თუ იგივე შედეგი ექნება, არ ვიცი საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება რაღაც მაინც გითხრას ალბათ, თუ საერთოდ აზრი არ აქვს, თუ გაქვთ გამოცდილება, არ ვიცი. არა, ის ნიტრატ მზომი რაღაცას გეუბნება ხშირად, ვთქვათ, რაღაც ჩვენ ხო არ ვიცით, შეიძლება არის კალიბრირებული, შეიძლება კარგი ხარისხის არის ზოგჯერ, შეიძლება ცუდი ხარისხის არის, ნიტრატ მზომს გააჩნია. იმ კონკრეტულ მიმართულებაზე, რა თქმა უნდა, რაღაცა პასუხს გაძლევს. თუმცა ჩვენ არ ვიცით რა ისე რომ ვთქვათ, აი ტელევიზორში ვიღაც ამბობს, რომ აი არის 600 ის არ ვიცით რა სინამდვილეში იმენი ფაქტორი არის იქ მოკლედ რომ რეალურად რას ნიშნავს ეგ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რეალურად არის თუ არა 600 მოკლედ ძალიან რთული. ხო, აი უფრო რთული არის. თუმცა ნიტრატ მზომებს რაც შეეხება, მე მაინც მგონია რომ ჯობია რომ მომხმარებელი შეეცადოს რომ იპოვოს სანდო მომწოდებელი. ნუ ეს არის ძალიან რთული ახლა მაგაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მაინც არსებობს საქართველოში არიან მეურნეები, რომლებსაც აქვთ რაღაც ინიციატივები, არიან თქვათ ისეთი მაღაზიები, სადაც უფრო მოწმდება და ამით თქვათ დაეხმაროს თვითონ ადგილობრივ წარმოებას. დაეხმაროს რომ გაიზარდოს, დაეხმაროს რომ მეტი გაყიდოს, შემოსავალი ნახოს და თვითონაც ასე ვთქვათ იყოს ისეთი
მომთხოვნი და შესაბამისად რაღაცნაირად დროთა განმავლობაში სახელმწიფოსაც უნდა მოვთხოვოთ რა თქმა უნდა რომ ამაზე მინდოდა ლაპარაკი ძალიან დიდ მინუსად მიმაჩნია ის რომ რაღაცა არ არის საზოგადოებრივი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობების და სახელმწიფოს დიალოგი და ამას არ აქვს რაღაცნაირი სახე თქვა სადაც მუდმივად იქნებოდა ინფორმაციის გაცემა ახსნა კომუნიკაცია არის ძალიან დეფიციტური რა წლიური ანგარიშის გამოქვეყნება ეს არ არის ან გავიგეთ რომ რაღაცა თქვა შეიძლება ეგ არის ნდობას მე ეგაყალიბებს ხო რა თქმა უნდა გახსნილობა არა რაღაცნაირად ხა მტრათა ხმა ვიღაცის პირიქით ჩვენ ყველა ვაკეთებ და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს ხო რაღაცნაირად გვინდა ყველას რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ თვითონ ჭამთ იმ საჭმელს ყველა აქაც და იქაც ხო ყველას გვეხება და ამიტომ რაღაცა პრობლემების აღიარებაც მაგრამ ზოგადად კომუნიკაცია ცნობიერების ამაღლება იგივე ამაზე ლაპარაკი რომ თქვათ ყველის დამზადებისას რო არ შეიძლება კვეთის გამოყენება იმ კვეთის ბოდიშსვიხტი იმისი პეპსინის გამოყენება რატო არ შეიძლება რაღაცნაირი უფრო გავრცელებულ პრობლემებზე მაინც რაღაცა კამპანიური სახის მიდგომები თქვათ იგივე ხა პურზე რო ამბობდი ხო იგივე აქაც არის რაღაცა გარკვეული სტანდარტები თქვათ იგივე ხარისხიანი საფუარი და ასე შემდეგ რომელიც ფქვილის გარდა კიდე სხვა კომპონენტებია რაც მოქმედებს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე სულ იყოს თქვათ კომუნიკაცია მსჯელობა უფრო სპეციფიურად იმიტომ რომ რითი დავიწყეთ ჩვენ რომ ყველაზე ესე მრავალი რეგულაცია არსებობს სურსათის უბრალობის სფეროში არც ერთ სფეროში ალბათ სხვა არც ერთ სფეროში ამდენი ამხელა რეგულაცია არ არსებობს ამდენი დეტალი ურთულესი სფერო არის და მთლიანად ყველაფერი არავინ არ იცის ყველამ რაღაცა იცის მაგრამ რაც არის მთავარი იმაზე კომუნიკაციის გარეშე წინ ვერ წავალთ ანუ ეს ძალიან დიდ კაი სანამ დავამთავრეთ ეხლა არ შემილია საბოლოო მათ რა იქიდან გამომდინარე რომ ანუ დასავლეთის და ანუ ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ძალიან დიდი იყო ამ სისტემის შექმნაშიც რაც გვაქვს და ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით ეს ბოლო დროინდელი ამბები რამდენად ახდენს გავლენას ან უკვე თუ მოახდინა გავლენა და მომავალში რა რისკებს შეიძლება ქმნიდეს დასავლურ სამყაროსგან ცოტა დისტანცირება დავარქვათ ეს ბილად რომ ვთქვა დისტანცირება ანუ პირდაპირ საფრთხეს შეიცავს ну ერთის მხრივ თვითონ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი ესეთ ეგრეთ წოდებულ არაპოლიტიკურ მიმართულებებით მე რამდენადაც ვიცი ეხლა ბოლო პერიოდში არა ვარ მაშინ აქტიურად ჩართული მაგრამ ну რამდენადაც ვიცი მაინც ჩვეულებრივად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ანუ ამ რეგულაციების ადაპტაცია ჯერჯერობით დიდი გადახრა ამ მიმართულებით არ გვაქვს და ეს ხალხი ვინც მუშაობს ამ იმაზე არის ერთგული ამ ასე ვთქვათ თავისი მანდატის და ნამდვილად მონდომებით და ერთგულებით მუშაობენ. მაგრამ იგივე აი როდესაც ვლაპარაკობდით აღსრულებაზე, ხო? ნუ ერთი რომ თუ იქნება ვთქვათ უფრო რადიკალური იზოლაცია, მერე საერთოდ აღარ იქნება ამ უმნებლობის იმაზე არც ფორმალურად მოთხოვნა, ამ ჰარმონიზაციაზე არც ფორმალური მოთხოვნა და აქეთ ყავს ვთქვათ სხვა ინტერესთა ჯგუფები, რომლებსაც არ უნდათ რომ რაღაც რეგულაციები შემოვიდეს. ხო, იქ ამდენი ხა ბიზნეს ინტერესი იქნება, ხო? და უკვე ის ინტერესები გადაწონის და აი საკანონმდებლო დონეზეც კი. მაგრამ ეხლა რაც არის უკვე რეალურად პრობლემური ეს არის ვთქვათ იგივე თანამშრომლების გადამზადების, ცოდნის გაზიარების, იმიტომ რომ ეს ხო ყოველდღიური
ის არის. ხო, ანუ სუჭირდება ახსულება მაგაზე გადის. ხო, რეალურად უფრო სწორად აკეთო რაღაცეები. ანუ შეიძლება სტანდარტი დაადგინო, მაგრამ იმ სტანდარტს როგორ მიაღწიო, ეგ არის მე პრობლემა. რა თქმა უნდა და აქ ევროკავშირის მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ არა მარტო ევროკავშირის სხვა პროგრამებიცაც და გოსტის სტანდარტებს თუ დაუბრუნდით. ხო, მოდი ისიც ფორმალურად რა რაღაცა გაწერია გოსტ რაღაცა და ამ დროს ხო საბჭოთა კავშირის დროს რო წვენებს ასხავდნენ იმებში აბაზანებში. ხო, ანუ ეხლაც ბოლოდროინდელი ამბებიც მოკეთ ძალიან ბევრი შემთხვევა არის სამწუხაროდ აგერ გორშიც გქონდა და მოკლედ ანუ ბევრი პრობლემა არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ რომ მაინც რაღაც განვითარება არის ალბათ და ანუ ხო რაც კატასტროფული ვარდნა ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ეს უნდა ყველას გაცნობიერებული ქონდეს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არ არის მარტო უვიზო მიმოსვლად ძალიან მნიშვნელოვანია, ხა მე საერთოდ არ ვაკმინებ მაგას, მაგრამ მთელი რიგი დარგები და მიმართულებები, საციცოცხლო დარგების და მიმართულებების განვითარებას ალბათ რეალურად ყველაფრის, იმიტომ რომ რითიც დავიწყეთ რა რომ ეს არის სისტემები, რომლებიც იქმნებოდა 100 წლეულების ზოგჯერ განმავლობაში და საუკეთესო პრაქტიკა დღეს არის, რომელიც მერე დაიწურა, გაუმჯობეს და ასე შემდეგ და ასე და შეიქმნა, რაც ძალიან რთული იქნება, შეუძლებელი იქნება, რომ ნოლიდან დაიწყო და ნოლიდან აკეთო. ჩვენ იმ თემას აღარ ჩავუღრმავდით, ამ ბიზნეს ინტერესების თემას, მაგრამ ნუ წარმოვიდგინოთ უბრალოდ, როდესაც არ არსებობს არანაირი დასავლური სტანდარტი და არავინ არაფერს არ გთხოვს, რამდენად შეიძლება, იმიტომ რომ მაგალითად ვიღაცა ბიზნესმენი სადღაც რომელიღაცა რაიონში უნდა რომ არ ვიცი გაყიდოს დიდი რაოდენობით რაღაც ნებისმიერი პროდუქტი, ანუ მისთვის სტანდარტი არის ანუ ბიზნესის ხელშემშლელი. ხო, რეალურად და ანუ ამ სტანდარტების ჩამოქვეითება იქნება ალბათ ლობირების საგანის და ხო, ანუ იმის მაგერს რომ განვითარდეთ და წინ წავიდეთ, აუცილებლად ეს ნუ ბუნებრივი პროცესი იქნება თუ არ შემოbrunება არ იქნა, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და წარმატებებს ვუსურვებთ ელკანას კარგ საქმეში თქვენს და მომხმარებლებმაც იმედია რაღაცები ვისწავლეთ და უფრო მეტად და ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე ყველა. აუცილებლად. დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო. მადლობა.